21 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულ არქივში თბილისის საარქივო ფილმების მეოთხე საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. მაყურებელმა რეჟისორ ოთარ იოსელიანის მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „აპრილი იხილა“. საღამო კინო ფოტოფონო არქივის დირექტორმა გიორგი კაკაბაძემ გახსნა. მან ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა. საარქივო ფილმების წლევანდელი ფესტივალის თემაა საავტორო კინო. ამ აქცენტით არის შერჩეული 11 ქვეყნის კინოპროგრამა, რომელიც ეროვნული არქივის კინოთეატრში 24 ოქტომბრის ჩათვლით იქნება წარმოდგენილი. ფესტივალი 24 ოქტომბერს დაიხურება ელდარ შენგელაიას ფილმით „მიქელა“. ჩვენი ფესტივალი გაიხსნა ოთარ იოსელიანის ფილმით „აპრილი“, რომელიც არის მსოფლიოში გამორჩეული საავტორო კინოს ნიმუში და სწორედ ჩვენი ფესტივალის წლევანდელი ფესტივალის თემა იყო საავტორო კინო. შესაბამისად, ყველა ის ფილმი, რომელიც მონაწილეობს ამ ფესტივალში, ამ თემის გარშემოა. ეს არის 10 ევროპული ქვეყანა და ორი ქართველი მონაწილე, ასე ვთქვათ, საქართველოდან, ეროვნული არქივი და ეროვნული კინოცენტრი. კინოცენტრიც წარადგენს ცნობილი ქართველი რეჟისორის ელდარ შენგელაიას ფილმს „მიქელა“, რომელიც ასევე საავტორო კინოს ნიმუშია, გამორჩეული ნიმუშია. 14 საათიდან 3 დღის განმავლობაში მაყურებელს იქნება საშუალება დაესწროს ჩვენი ევროპული კოლეგების მიერ წარმოდგენილ ფილმებს. რა თქმა უნდა, როგორც ყველა ჩვენი ღონისძიება, ესეც არის თავისუფალი დასწრებით, აბსოლუტურად უფასო და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოვიდეს და მიიღოს სიამოვნება, გაეცნოს ნამდვილად ამ ძალიან ღირებულ კინომემკვიდრეობის ნიმუშებს. მინდა თქვა დავამატო, რომ ის ფილმები, რომელიც ამ ფესტივალზეა წარმოდგენილი, ეს არის ისეთი ფილმები, რომელზეც ვთქვათ, ცნობა ნაკლებად აქვს საზოგადოებას და მაყურებელს. ასე რომ ეს ჩვენი ფესტივალი და ეს პლატფორმა ამისთვის არის ძალიან კარგი საშუალება, რომ ასეთი საარქივო ფილმები, კინომემკვიდრეობის შედევრები იხილონ რესტავრირებული ციფრული ვერსიები ძალიან მაღალ ხარისხში დიდ ეკრანზე.